მთელი მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები არის მდიდარი, ხოლო 99%-ზე მეტი ცხოვრობს ხელმოკლედ. ფეოდალიზმი არის საზოგადოებრივი წყობა, რომლის დროსაც ფეოდალს მთლიანად ეკუთვნის მართვის სადავეები, წარმოება და ყმა გლეხები. ფეოდალიზმის პირობებში ხდება ცალკეული გვარების აღზევება, ხოლო სხვათა დამცირება და დაკნინება. ეს არის მდგომარეობა, როდესაც საზოგადოების ზედა ფენას აქვს შესაძლებლობა მუდმივად გამდიდრდეს და გაძლიერდეს, ხოლო ხალხი ხარიბდება ამ ყველაფრის პარალელურად. რასაც ფეოდალი იტყოდა და ერთპიროვნული მმართველი იყო, ყველაფერი ისე ხდებოდა, რაც დღეს სახეზე გვაქვს. ჩვენს ქართულ მიწას, რომელიც სინამდვილეში ხალხის არის და არა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის, გვიყიდიან და ამ მიწაზე არაბულ ქალაქებს გვიშენებენ. თანამედროვე საქართველოში მოსახლეობის 9%-ს ხელში აქვს ჩაგდებული მთელი ქვეყნის რესურსები და შესაძლებლობები. ეს 9%-ზე მეტი მოსახლეობის იღებს ხელფასებს 500.000, 3 მილიონი, 5 მილიონი თვეში, ხოლო დანარჩენი ხალხი 99% ცხოვრობს დღეს ხელმოკლედ. ეს გაძვირებული პროდუქტიც მათთვის არ არის პრობლემა, არც წამლები, არც მკურნალობა ეძვირებათ, არც სტომატოლოგიური ხარჯებია მათთვის პრობლემა, იმიტომ რომ აქვთ შესაძლებლობა. არც დასვენება, მოგზაურობა, კარგი ცხოვრება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ აი რა ვთქვათ 99%-ზე, რომელიც დღეს ხელმოკლედ ცხოვრობს ქვეყანაში.